ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი 17 ოქტომბერს განახლდება. საქმის არსებითი განხილვა კი ბრალდებულის სიტყვით დაიწყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ სასამართლოს ადვოკატებმა მიიმართეს, თუმცა დაცვის მხარის მიერ დაყენებული 4 შუამდგომლობიდან მოსამართლემ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. ამ კონტრაქტში აღებაში გადაწყვეტილებას რაც მოსამართლე გადაწყვეტს ახლა პროკურორები და შესაბამისად აღკვენ ყველაფერს გადაწყვეტილებს იგებს ბატონ ივანიშვილი, მასწავლებლის, ლევან პიროდეს, ახალგაზრდების და სხვა მსგავსი ყაჩაღების და ბანკების სახელმწიფოს. ვანო მერაბიშვილმა საბრალდებო სკამიდან პროკურორებსა და მოსამართლეს მიმართ არასდროს დარბაზში ხმაური მოყვა. პროცესზე შეძახილებისა და ტაშის გამო დამსწრეებმა და განსაზღვრელმა გაფრთხილება მიიღეს. ასეთი ოვაციები შეხვდებით ივანეს გამოსვლას. ბატონო ივანე. დაგატოვებინეთ სასამართლოს ხდომის დადასტურება. ჩვენ არ მომეცით საშუალება მე გამოყვება ის აზრი. ბატონო ივანე, მე არ მომეცით საშუალება და ჩემი აზრი საქართველოს მოვახსენო. ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ვანო მერაბიშვილმა საბრალდებო საქმეზე პოზიცია დარბაზში კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ის თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმარს უწოდებს. მე ვიცი რომ პირადად ბატონ ივანიშვილის პირადი პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი, ამიტომ მე დავმოხმარდებოდი აქტუალურს. ნაცვლიშვილი გადადგმული იმ ქვეყანაში სადაც ნაცვლიშვილი არც თავი დღეს დაცვის მხარის 4 შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. ვანო მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი მის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს კვარიატში საცხოვრებელი სახლის მითვისებას ეხება. დაცვის მხარე საქმის ნაწილობრივ დახურულად განხილვას მოითხოვდა, რადგან მოწმეები აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და მათი მტკიცებით საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. ბრალდების ინფორმაციით კი არც მოწმეების ჩვენებებში და არც მტკიცებულებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობები არ არსებობს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა დაცვის სხვა მოთხოვნებს პროკურორის ასილების, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებების გადაცემის თაობაზე უარი უთხრა. წარმოადგენს ან თავარი პროკურორის მიერ სხვა პროკურორზე დენის პროცედურის დელეგირების განადასტურებელი სამთი ან თავად საქართველოს მთავარ პროკურორმა დაიწყოს პროკურორის შესაძლებლობის მიღებაში, კეთილი უნდა იყოს და თავად განახორციელოს შესაძლებელი დრო. პროკურატურის შესაძლებლობა საქართველოს კანონის სამსახურის კანონის სრული მოთხოვნით დაცვით, სამ კანონების საფუძველზე გახორციელებს უფლებამოსილებას. თავისუფლად მომდინარე ამ მუხლის მითითება და განხილვა პროკურატურის შესახებ კანონის მიღებების კონტექსტს ამართებაში არის სრულად საფუძვლო. ვანო მერაბიშვილი, რომელიც აკონტროლებდა საწესოების საქართველოს რომელსაც ამოდრე მილიარდი მოიპარა. თავის ოჯახს აცხოვრებდა გაურემებდა როგორც იგივე ჩვენებიდან ჩანს. მიითვისა ლევან მამალაძის აგარაკი, რომელიც გასარემონტებელი იყო, სასაცილოა, რომ დღეს მე დღას მიხედავენ ასე სასაცილო ფაქტზე. მაგრამ მე მიაღწია ის რაც გავაკეთე ჩემებთან. დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა და ჩვენი პოლიტიკური დევნის ნაცვლად უმჯობესი იქნება რომ ხელისუფლებამ იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნაზე. ეს იქნება ყველაზე კარგი სამსახური, რაც მათ შეუძლიათ ამ ქვეყანას გაუწიოს. ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო პროცესს ლიტვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ. ის ფაქტი, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გასამართლების გარეშე ციხეში იმყოფება, საქართველოს იმიჯზე კარგად არ მოქმედებს. როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკური საქმე და მისი მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტებისთვის ანგარიშსწორებაა. მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალის სისხლის სამართლის სამი მუხლით ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება, გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლება მოსილების ბოროტად გამოყენებისთვის აქვს წარდგენილი.